მოგესალმებით თქვენ ვარსაბადა არქკავშირა 833 ეს არის მეგობრებო გაგრძელება მინიკრაფტ სიცოცხლის რეინდომულ რუკაზე თუ შეიძლება ბევრს თქვენგანს გახსოვთ ის ვიდეო რომელიც გამოვიდა 5 თვის წინ ოქტომბერს რომელსაც ქვია მინიკრაფტ სიცოცხლე რეინდომულ რუკაზე პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი აუცილებლად ნახეთ ძალიან საინტერესო გამოვიდა იქ სადაც სრული იყო ისე რა იმიტომ რომ მე დავკარგე ჩემი სახლი და დავკარგე ყველაფერი რაც ასე ვთქვათ ყველაფერს რაც ვაკეთებდი იმ დროს მოგეთ მეგობრებო ეს ის გაგრძელება ამ მინიკრაფტ სიცოცხლის რეინდომულ რუკაზე მე მინდა უბრალოდ გავიხსენო ის დრო, როდესაც ჩვენ ესეც მე გადავიღე ის ვიდეო, ის ემოციები და რასაკვირველია მეგობრებო, ყველა მაინკრაფტერი, მინიკრაფტერი, ყველა თამაში თავარია პირველად აიღო ხე და დაკრაფტო ვერსტაკი და მერე უკვე ინსტრუმენტები. ეს მეგობრებო, ეს არის კლასიკური, ასე ვთქვათ, პირველი სართული ყოველივე სიცოცხლის რუკაზე. მეგობრებო, რატო ქვია ამას რეინდომულ რუკას? იმიტომ მეგობრებო, მე არ ვირჩევ რუკას. ეს მეგობრებო, მე უბრალოდ ეს რეინდომულად ასე თვითონ იმასთვის შევქმნი რუკას და всё. მაგ რუკაზე მე უკვე ვიცოცხლებ. აღარ მაქვს უკვე ასე ვთქვათ ის რომ შევცვალო რუკა. Так, მეგობრებო, შეგეთ მე უკვე შახტას ვხედავ პრინციპში, მაგრამ მეგობრებო მოიდი ჯერ დავკრავდოთ ახლა ვერსტაკი. Так, და მეგობრებო, სანამ მე შევქმნი ვერსტაკს, მე ინსტრუმენტებს, მე იცით რა მინდა? მე მინდა ვნახო კარგი ადგილი იმისათვის, რომ ავაშენო ჩემი სახლი. პრინციპში მეგობრებო, მე სულ ვირჩევ ისეთ ადგილებს, სადაც იქნება ჩემთვის კომფორტული, სადაც იქნება ჩემთვის ნორმალური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგიტომ მოით მეგობრებო, მე ახლა წავალ და მოვძებნი ასეთ ადგილს. შესაძლებელია მე დამჭირდეს 1.5 საათიც კი. მეგობრებო, მე უკვე სადღაც 5 წუთი ასე ვირბინე და გავიდა 5 წუთი და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე კარგი ადგილი იმისათვის რომ შევქმნა რომ დავარს ჩემი სახლი იმის გამო მეგობრებო შეგეთ აქ ტბა აქ მდინარე მოგეთ თან აქ ისეთი კარგია ესეთი ველი მოგეთ ყველაფერი იმისათვის რომ კარგი და ლამაზი სახლი გამომივიდეს და აქ მოით მეგობრებო ახლა დავდგეთ აქ სადავაშოთ ახლა ჩვენი სახლი მოით მეგობრებო აი აქ მეგობრებო პრინციპში მოით მეგობრებო ახლა დავკრაფტოთ ინსტრუმენტები პირველად რასაკვირველია მე მჭირდება ნაჯახი და კირა ნაჯახი რასაკვირველია იმისათვის რომ ხე ავიღო რომ და აი ამ ხისაგან გავაკეთო მაგრამ ეს ნუ ხო მეგობრებო მოით პრინციპში თუ იქ მეგობრებო პრინციპში მოით იცით რა პეიზაჟი ასე ვთქვათ არ გავაფუჭოთ მაგიტომ ცოტა უფრო სიღრმეში შევიდეთ და ასეთი მეგობრებო მუხა ავიღოთ უბრალოდ მე არ მინდა მეგობრებო რომ ჩემი სახლის პირას მდგარი პეიზაჟი გავაფუჭო მაგიტომ ხომ უფრო კარგია ტყის შიგნით ავიღოთ ეს ხეები მე სულ მიყვარდა პრინციპში მუხისაგან გაკეთება რაღაც სახლების მე არ გავაკეთებ უბრალოდ კლასიკურ რაღაც კოლოფს როდესაც აკეთებენ სტანდარტულად მინიკრაფტში მე გავაკეთებ ნორმალურ სახლს ну შესაძლებელია კი გავდეს კვადრატს მაგრამ უფრო დეტალურ სახლს так მოით მეგობრებო მე ახლა გამოგითიშები და უკვე ჩავთო კამერას იმ დროს როდესაც უკვე ავიღებ ნორმალურ რაოდენობის ხეს მოგეთ მეგობრებო მე უკვე 50 წელი მუხა ასე ვთქვათ მოვჭერი და მეგობრებო ახლა ხანს გამიფუჭდა ნაჯახი ოკეი მეგობრებო პრინციპში არა უშავს რაღაცის გამო მეგობრებო მინიკრაფტში ძალიან მალე ფუჭდება ნაჯახი სტოპ და სად არის ახლა ჩემი ვერსტაკი так, საერთოდ მგონი სადღაც აქ უნდა აი მეგობრებო სად წავიდე так, მოით მეგობრებო ახლა ვერსტაკთან მივიდეთ დავკრაფტოთ მაქსიმალურად მე რაც კი შეიძლება ხე ახლა მე ვფიქრობ და რასნაირად არა მეგობრებო პრინციპში ხო ბოლომდე დავკრაფტოთ ეს მუხა ხითი მიდი რამდენი გამოვიდა და 3 სტაკი და 8
ცალი ხე პრინციპში მეგობრებო ეს მგონი მეყოფა რასაკვირველია მე ახლა კიდე მჭირდება ქვიშა შუშასთვის და ასე მჭირდება ახლა იქ არის ხო ქვიშა ოკეი მაშინ ოპანა ასე მოით მეგობრებო ცოტა ხანი გავცუროთ მე პრინციპში ბევრ ფანჯარას არ გავაკეთებ 1-2 ცალი მაინც რო იყოს ასეთი 2 ცალი დიდი მაგიტომ 8 ცალი ნუ კაი მეგობრებო მოით 12 ცალი შეიძლება 3 ფანჯარა გავაკეთო Так, мојот мегоруво, ეს დინება კიდე. Давай. Опа. მეგობრებო, პრინციპში ძალიან ცოტა ქვიშა კი არის, მაგრამ მეგობრებო, ეს პრინციპში მე მეყოფა და ბოლო 12. Всё. ახლა მოით მეგობრებო, დავბრუნდეთ და გავაკეთოთ უკვე ჩვენი სახლი, მაგრამ სანამ მე სახლს გავაკეთებ, მე მინდა აი ამ შახტაში წავიდე. სად იყო შახტა? აქ იყო კიდე ქვიშა. სადღაც მეგობრებო, აქ იყო შახტა. მოგეთ მეგობრებო, შეხებთ მე ახლა უკვე ვაკეთებ სახლს. მოგეთ ეს თქვენ შეიძლება შემეკითხებით და ეს რა გააკეთე? ეს მოგეთ იმისათვის რომ შახტა გავაკეთო. კიდე ერთხელ კი უბრალოდ ვურო მე უკვე 10 წუთი დავდივარ და ვერ ვნახე ნორმალური შახტა. მაგიტომ მე ვიფიქრე რომ ეს ტერიტორია სახლის იქნება სადაც მე დავიძინებ იქ, დადგან ვერსტაკს, ფეჩებს და ყუთებს. ეს ადგილი კი იქნება უკვე შახტის ტერიტორია. რომ ასე ვთქვათ, სახლიდან არ გავიდე ნორმალურად ვიყო და აქ მოით მეგობრებო, აქ ფანჯარა არ იქნება. რადგან ეს შახტა რაც სჭირდება ფანჯარა, მეგობრებო, ეგრევე გაუბნებით ეს კარგი ლამაზი სახლი არ იქნება, მაგრამ ჩვენთვის პრინციპში შესაძაც ოპა, ცხვარი რა კარგია. არა. სად არ წახვალ. და მოდი აქ ჯანდაბა. ოპა, yes მეგობრებო. მე მჭირდება მეგობრებო 1-2 საწოლი. ოპა, გამარჯობა. Так, ოპასე. Такс, კიდე ცხვარი, სადაც ცხვარი. ოკეი, მეგობრებო, მე ცხვარი ვიპოვოთ და მე ჯერჯერობით მე ახლა მინდა კიდე ფეჩი, მაგიტომ მგონი შახტის გაკეთება უკვე მომიწევ. მაგრამ სანამ მე შახტას გავაკეთებდი, ჯერჯერობით გავაკეთებ სახლს და ნახავ თუ სად იქნება შუშები 1-2 ფანჯარა იყოს პრინციპში მე მეტი არც კი მჭირდება. Так, მოით მეგობრებო, პირველი ფანჯარა აი ამ ხელა იყოს. რატომაც არა. ადგილი მაძლევს საშუალებას. Так. და მეორე უკვე იყოს აი ამ კედელზე. მოით მეგობრებო, ვიცით როგორ ასე და ასე. მეგობრებო, 2 ცალი ფანჯარა არის ზუსტად ძალიანაც და კარგი. მე კიდევ მემჭირდება ქვანახშირი და ასე შემდეგ. ამას უკვე ოდესაც მე გავაკეთებ უკვე ჩემს შახტას ჩემივე სახლში. ოპაი! Так. აქ მოით მეგობრებო, აქაც ხომ არ გავაკეთო ფანჯარა. ახლა ვფიქრობ, კაი, პრინციპში აქ რაღაც სჭირდება უკვე ფანჯარა. სულ ფანჯრით კი არ გავაკეთებ სახლს, ასაკვირველია, მაგრამ უკვე ბლოკები მეწურება, რაც არ მომწონს. ერთი ხას დაკი დამრჩა, ეს ძალიან ცუდია. სახურავისთვის შესაძლებელია კიდე დამჭირდეს. Так, მოით ანდა მეგობრებო, მგონი არა, ერთს მგონი მეგობრებო, თან კიდე დამრჩება. ასე ჯანდაბა, აჰა. გაია. მოით მეგობრებო, ახლა გავაკეთოთ ბოლომდე სახლი და მე უკვე გავაკეთებ შახტას, შახტას უკვე გავაკეთებ და მე დაგიბრუნდებით თქვენ. მოგეთ მეგობრებო, შეხედეთ მე უკვე პრინციპში ქვის კირას კი უკვე დავკრავდე. აღარ შემიძლია შეხედეთ აი უბრალოდ აი როგორ სიბნელეში უბრალოდ აი ახლა იმაშვები ახლა აი ამ cobblstones ვერც კი ვნახე მეგობრებო ნავთობი აი სიმართლე გითხრათ რაღაც ძალიან ცუდი ადგილი ავირჩიე სიმართლე გითხრათ შახტისათვის შეხედეთ უბრალოდ აი ეს ვტეხავ და აი არც ერთ აი კიდე ქვანახშირი არც კი შემხვდა აი წარმოიდგინეთ რომ ნორმალურად დავკრავდო ეს ისა ნატურები რომ ნორმალურად მაინც ჩავიდე და ნახო უკვე ის არ რკინის შემდეგ შესაძლებელია თანაც კიდე ალმასები უკვე სიმართლე გითხრათ ხომ პრინციპში მე ჯერჯერობით კიდე აქ კიდე რამოდენიმე ბლოკებს კიდე და ისა ჩავალ რამოდენიმე ბლოკით ქვემოთ
და ვნახო შესაძლებელია შემოხდეს ეს ქვანახშირი მანამდე კი გამორთავ კამერას მეგობრებო ძლივს ნახე ნორმალური შახტა აი აქ უფრო ჩემი აით უფრო კარგი იქნა так მოით მეგობრებო ახლა ავიღოთ ცოტა ნავთობი მოით მეგობრებო ნავთობი უფრო კარგი ავიღოთ აი ამ ხის კირით იმიტომ რომ არ მინდა დავხარჯო ჩემი ქვისკირა იმიტომ ქვისკირით მე მინდა ავიღო რკინა რომელიც აქ ძალიან დიდარია ეს შახტა ამ რკინით так მოით მეგობრებო ახლა ავიღოთ უბრალოდ მეგობრებო იმ შახტაში მე კიდე რამოდენიმე ბლოკი გავცხადე და აღარ შემიძლია მეგობრებო მარტივად გითხრათ იმიტომ საერთოდ არ ხვდება არც რკინა არც ნორმალური ქვანახშირი და არც არაფერი და ძლივს მეგობრებო ნახე ეს ნავთობი так მოით მეგობრებო მაგიტომ ნავთობი კიდე ცოტა და მეგობრებო აი ძლივს ეს დაგთავარია თო არ გამიფუჭდე და კი მეგობრებო არ გამიფუჭდა ეს ძალიან კარგია так სტოპ რამდენი მაქვს 10 ქვანახშირი და 5 რკინა მეგობრებო так რა კარგია ოკეი მოით მეგობრებო ახლა ეს მიწა გამოვიყენოთ так სად არის ახლა ჩემი სახლი ეს მაინტერესებს так მე იქიდან მოვდიოდი ხო რადგან იქ თუ აქედან არა აქედან არა იქ უკვე ოკეანე აი მე ხო მეგობრებო აი ხედავთ ჩემს სახლს აი იქა მაგიტომ მოით მეგობრებო ახლა დავბრუნდეთ და გავაკეთოთ ძლივს შუშა და მაგით შესაძლებელია მეგობრებო პირველი ნაწილი და ვამთავრო და მეგობრებო მე ახლა შეგეკითხებით ერთ რამეს так მოით მეგობრებო ახლა ჩავსვათ და ძლივს მეგობრებო გვექნება შუშა ახლა მეგობრებო მოდით დავკრაფტოთ ნატურები так სტოპ სადა ის ნატურა აი ნატურა так და ასე ოპ так შემდეგ ასე შემდეგ აქ და აქ მეგობრებო ძლივობით ახლა მოდით მეგობრებო დაველოდოთ შუშას так და ბოლო პანჯარა მეგობრებო так მოით მეგობრებო ახლა დავკრაფტოთ კიდე ერთი 4 ცალი ნატურა და გავანათოთ ჩვენი შახტა ნორმალურად так ასე შეგეთ მეგობრებო რამხელაზე გავთხარე და აი ნაწამ დებილი ვარ ოკეი ვერ დავინახე ასეთი ბონალური რამე მაგრამ მეგობრებო წარმოიდგინეთ მე რამდენი გავთხარე და ბედროკი არა მე მეთქი ბედროკია ამდენი გავთხარე და ვერც კი დავინახე ეს ქვანახშირი ოკეი მეგობრებო ახლა კი მეგობრებო მე უკვე შევწყვიტავ ამ პირველ ნაწილს არ ვიცი მეგობრებო თუ გამოვა მეორე ნაწილი ამას უკვე დამოკიდებულია თქვენზე თუ ამ ვიდეოზე იქნება ბევრი ნახვა მაშინ მე გავიგებ რომ თქვენ მოგეწონათ ისევ და მე შესაძლებელია უკვე ერთ კვირაში ან შეიძლება თანაც შესაძლებელია ზეგ ან მაზეგ გადავიღო კიდე მეორე ნაწილი ამ მინიკრაფტ სიცოცხლის რეინდომულ რუკაზე შესაძლებელია მეგობრებო ერთ კვირაში ორ კვირაში შესაძლებელია საერთოდ ხვალან ზეგ ეს უკვე მეგობრებო დამოკიდებულია ამ ვიდეოს ასე ვთქვათ რა რეკომენდაციები ექნება თუ რა როგორ მოგეწონებათ ეს ვიდეო თქვენ კი მეგობრებო მადლობა დიდი ვინც უყურა ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეწონათ ლაიქეთ მე კი ახლა მეგობრებო წავედი ნახვამდის